მოგესალმებით გამას ტელემაყურებელო და მაყურებელო და უბრალოდ მაყურებლელო. მოგეხსენებათ ძალიან მაგარი ივენთია რომელ აპრილს, ერთი წუთით 25 აპრილს გამა Last Samurai იქნება გამა Fight Hall-ში, სადაც ძალიან მაგარი ბრძოლები გაიმართება. ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ივენთი იქნება ისტორიის განმავლობაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცნობილი მებრძოლი იბრძვის და ამასთან არის საჩემპიონო ბრძოლა 65 კილოგრამში, სადაც ჯეირანაშვილი და კაკრიაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ასევე ყაველაშვილი გიგი ბერიძეს დაუპირისპირდება და ჯიქია ზომბი 2 იქნება, მეგობრებო. შეგახსენებთ, რომ პიტის სპონსორებს არ ყავს პროგნოზები, ანუ პიტის პროგნოზებს არ ყავს სპონსორები. ამიტომ შეგიძლიათ დაასპონსოროთ პიტის პროგნოზები და მიიღოთ ჩემი რეკლამა სადმე. ასევე მინდა გითხრათ, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ gama.fc.tv-ზე. რა მჭირსე? ბილეთების შეძენა შეგიძლიათ gama.fc.tv-ზე, ხოლო ტრანსლაციის შეძენა შეგიძლიათ gama.fc.tv-ზე. უკუღმავიძახი რაღაცა ყველაფერს. მოკლედ, პრომოკოდები აქტიურია, მარადიულია, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერ ივენტზე, ნებისმიერ ტრანსლაციაზე, მუშტიკრივზე, გრეპლინგზე, ჭიდაობაზე, ჭოკითხტომაზე, სირბილზე, კაუნტერზე, RDR-ზე, ყველაფერზე გამოიყენოთ პრომოკოდი PIT და მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას ნებისმიერ ბილეთზე და ტრანსლაციაზე, როგორც MMA-ზე, ასევე გრეპლინგზე და მუშტიკრივზე. ასევე რისი დამატება მინდოდა. კარგით, მოდით პირველი ბრძოლიდან არ დავიწყებ პროგნოზებს, რადგან ჩემთვის უცნობი მებრძოლები იბრძვიან და ვერ შევაფასებ სწორად. ამიტომ გავიცნობ ჯერ ამ მებრძოლებს, ვნახავ მათ ბრძოლას და შემდეგ გავაკეთებ ხოლმე პროგნოზებს შემდეგ ბრძოლებში და დავიწყებ პირდაპირ გიორგი დავინახე და ავიღე. მოკლედ, სისხლიანი პუშკინა გიორგი თათიკაშვილი დაუპირისპირდება გიორგი Revenge Bibilurs. ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება, რა თქმა უნდა. თათიკაშვილის დიდი ხანია არ უჩხუბია, ასევე ძალიან დიდი ხანია ბიბილური არ გვინახავს ჩვენ გამას რინგზე, მოგვანატრა თავი. ძალიან საინტერესო და სანახაობრივი ორთაბრძოლა გამოვა. ეს ბრძოლა გაიმართება 70 კილოგრამ კატეგორიაში. ესე იგი, 3 მოგება 5 მარცხი აქვს გიორგი თათიკაშვილს რეკორდში, ხოლო გიორგი ბიბილურს აქვს 4 მოგება და 5 მარცხი. დიდი ხანია ბიბილური არ გვინახავს, მოგახსენეთ და იმედი მაქვს ძალიან კარგად იქნება მომზადებული. ამ დროის განმავლობაში ვიცი რომ ემზადებოდა, ძალიან მაგარ ფორმაში არის წესით. თუ რამე არ შეიცვალა, რა ვიცი, ბიჭებო, გისურვებთ კარგ მომზადების პერიოდს, უტრამო მომზადებას და ასევე უტრამო ბრძოლას. ასევე თათიკაშვილი ვიცი რომ ემზადება, ძალიან მაგარ ბრძოლას გვაჩვენებენ, იმედი მაქვს. მოდი მე რადგან დიდი ხანია ბიბილურის ბრძოლა არ მინახავს და ვიცი რომ ის მთელი ამ დროის განმავლობაში კარგად ემზადებოდა, ჩავთვლი რომ გიორგი ბიბილურს ექნება ძალიან სანახაობრივი დაბრუნება და გაიმარჯვებს ამ მატჩში. თუმცა არ დააკლებს გიორგი თათიკაშვილი, ეს ბრძოლა იქნება ჩემი აზრით 3 რაუნდი გაგრძელდება ეს ბრძოლა. თუ არა და მინიმუმ 2 რაუნდი მაინც იქნება და იმედი მაქვს რომ იქნება, იმიტომ რომ ორივე ძალიან სწრაფი, ძალიან ძლიერი ბიჭია და გვაჩვენებენ კარგ სანახაობას მთელი 3 რაუნდის განმავლობაში. მე ამის სურვილი მაქვს. პროცენტულად შევაფასებ ახლა 55% მივცემდი გიორგი ბიბილურს, 45% მივცემდი გიორგი თათიკაშვილს. ორივე მებრძოლის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი და ცოტა მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ასე მგონია სულ ოდნავ გიორგი ბიბილური მოუგებს. თუმცა რა თქმა უნდა არ მეწყინება თათიკაშვილის გამარჯვებას. გადავიდით შემდეგ ბრძოლაზე. ეს იქნება ვაკო
ვახო ხვიჩავა გია ალავერდაშვილის წინააღმდეგ. გიასთვის ეს არის დებიუტი გამას რინგზე, ხოლო ვახო ხვიჩავამ უკვე ჩაატარა 4 ძალიან სანახაობრივი ბრძოლა. მე ამ ბიჭის სტილი ძალიან მომეწონა. თუმცა აკლდა მომზადება. და ვთვლი, რომ თუ ეს ბიჭი, ანუ ვახო ხვიჩავა თუ მოემზადა კარგად, ну, არ ვიცი ეხა მე გიას შესაძლებლობები რა ბაზა აქვს საერთოდ და დებიუტანტია, მაგრამ ჩემი აზრით გაიმარჯვებს ვახო ხვიჩავა, რა თქმა უნდა, თუ მომზადებულია და თუ ასე ვთქვა, გაიძლიერა, იმიტომ რომ ბოლო ბრძოლაში ვნახეთ, რომ ის ძალიან დაიღალა და გაუჭირდა, ასე ვთქვათ, ბრძოლის გაგრძელება, თუმცა ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან სანახაობრივ ბრძოლებს გვთავაზობს და ჩემი აზრით გაიმარჯვებს ვახო. შემდეგი ბრძოლა და ძალიან საინტერესო, კონსტანტინე მიმინოშვილი დაუპირისპირდება მამია ლაზიმემიშის. ესე იგი, მამია იკლებს 14 კილოგრამს. წინა ბრძოლა იბრძოლა 84-ში, სწორად მახსოვს. და ეხლა უნდა იჭხუბოს 70 კილოში. იმენა პიზდეც ბიჭო. ბევრია ძმა 14 კილო გადაუჭი. მოკლედ, მიმინო ვიცით, ყველამ კარგად, ძალიან სწრაფი ძლიერი ბიჭია, ასევე მამიაც ყველამ კარგად გავიცანით უკვე და აქამდეც ბევრი იცნობდით. ორივე მებრძოლი ძალიან მომწონს თავის სტილით და ზოგადად როგორც ადამიანები. და ეხლა ნახეთ, ვთვლი, რომ წონის ხარჯზე შეუძლია მამიას გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში. თუმცა მიმინოშვილი ბოლო ბრძოლაში ვნახეთ, რომ ძალიან მაგარ ფორმაში იყო და ვიცით, რომ ემზადება და კაი ფორმაში არის. ძალიან სანახაობრივ სამრაუნდს ველოდები მე ამ ბრძოლაში და ვფიქრობ, რომ სულ რაღაც და იგივენაირად 5%-ით ვთვლი, რომ მამია მოუგებს კონსტანტინეს. რატომღაც ვთვლი, წინა ბრძოლაში მამია დამარცხდა და ასე მგონია გაბრაზებულია და დასაბრუნებლად ძალიან ბევრ ამეს მოიმოქმედებდა მოგებისთვის და მოიმოქმედებს. ამიტომ ვთვლი, რომ სადღაც 10%-ამდე მამია იქნება უპირატესობაში და გაიმარჯვებს. გადავალ შემდეგ ბრძოლაზე, ეს ბრძოლა იქნება, ესაც ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. გიორგი ყაველაშვილი გიგი ბერიძეს დაუპირისპირდება. ანუ ყაველაშვილის ბრძოლები არა მაქვს ბევრი ნანახი და ვერ ვიხსენებ ახლა რომ ვინებთან აქვს ნაბრძოლი და მე მაპატიეთ, მაგრამ გიგი ბერიძის ბრძოლებს ვიხსენებ, რა თქმა უნდა, ბოლო ორ ბრძოლაში დამარცხდა რევანში. პირველი საქამრო იყო, არა, უბრალოდ მეორე იყო საქამრო, ხო. ну, короче, რევანში წააგო და მოკლედ, ძალიან საინტერესო სპორტსმენია და ჩემი აზრით აქვს ჯერ კიდევ სულ მცირედი ჩემპიონობამდე გასავლელი და აი ამ გზაზე არის ზუსტად და სავარაუდოდ გაიმარჯვებს გიორგი ყაველაშვილთან შეჯახებაში გიგი ბერიძე. ბევრს ვერ ვისაუბრებ ამ ბრძოლაზე და მოდი პირდაპირ გადავალ შემდეგ ბრძოლაზე და ეს იქნება კოტე ზომბი ჭკადუა დიმა დაიჰარდ ჯიქიას წინააღმდეგ. ეს იქნება რევანში. პირველი ბრძოლა დიმა დამარცხდა ზომბისთან. რა თქმა უნდა, წონის უპირატესობა ზომბის ჰქონდა, ну, ბევრი არაფერი, ეს ნამდვილად ვიცი. თუმცა მოუმზადებელი იყო ჯიქია ბევრად უფრო, ვიდრე ზომბიც არ იყო მომზადებული, თუმცა ჯიქია უფრო მოუმზადებელი იყო. და გაუჭირდა 3 რაუნდის ჩხუბი ზომბისთან, მაგრამ მაინც საბოლოოდ იჩხუბა 3 რაუნდი. ასევე ზომბიზე მინდა ვთქვა, ის კაკრიაშვილთან ერთად ემზადება, გადის მომზადებას, როგორც ვნახე, დიმაც უკვე ემზადება პროფესიონალურად, მიუდგა როგორც იქნა და ემზადება
დარბაზში ემზადება, ვნახე მისი ვიდეო. და ასე მგონია, რომ ძალიან მაგარი ჯახი იქნება, ბევრად უკეთესი, ვიდრე წინა იყო. თუმცა მე მაინც მგონია და წინაზეც ასე ვფიქრობდი, რომ ზომბი დაამარცხებს ისევ ჯიქიას, გამოიყენებს მაქსიმალურად თავის სიმაღლის უპირატესობას, იმას არ არის დაბალი სადღაც ერთი სიმაღლე აქვს, მაგრამ თითქოს ზომბის უფრო დიდი წვდომი აქვს და გრძელი ხელები აქვს. და გამოჩნდა კიდეც ეს წინა ბრძოლაში. მოკლედ ბიჭებო, ძალიან მაგარ ბრძოლას გისურვებთ უტრამოს, რა თქმა უნდა, მაგრამ გამორიცხულია ხოლმე ტრამვები ზოგადად, მაგრამ გვაჩვენეთ ძალიან მაგარი ბრძოლა, იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე წინა ბრძოლა იყო და ეს დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მოკლედ, ველოდები დიდი სიამოვნებით თქვენ ბრძოლას, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჩემი პროგნოზი ამ ბრძოლაში არის ზომბის გამარჯვება. ცალსახად მგონია, რომ ზომბი გაიმარჯვებს. თუმცა რა თქმა უნდა, დიმას მოგებაც ნამდვილად არ მეწყინება. და ბოლო საჩემპიონო ბრძოლა, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა, მე ჯეირანაშვილის გამოჩენა ძალიან დიდი სიამოვნება მომიტანა, იმიტომ რომ ძალიან დახვეწილი სტილის მებრძოლია, ძალიან კარგი სკოლა აქვს გავლილი, ძალიან კარგად ემზადება. ასევე აკა კაკრიაშვილი წინა ბრძოლაში ახლა ბუცხრიკიძესთან კაკრიაშვილმა ჩემი აზრით ვერ ანახა ის რაც შეუძლია ნამდვილად, იმიტომ რომ წონა შეიცვალა, მოგეხსენებათ 60 კილოგრამიდან 65 კილოგრამში აიწია, ერთი წონით მაღლა ავიდა და ეს იყო გასახურებელი ჩემი აზრით მისაჩვევი წონის. მიუხედავად აკას დიდი პატივისცემისა, ირაკლი ჯეირანაშვილი იმდენად დახვეწილია და ასე მგონია, რომ წონის უპირატესობაც ექნება, იმიტომ რომ სავარაუდოდ იკლებს, კაკრიაშვილი ბევრს როგორც ვიცი არ იკლებს. წონის უპირატესობა მცირედი მაინც ექნება. ზოგადად ახლა სტილისტიკურად მე ჯეირანაშვილის სტილი უფრო მომწონს, როგორც დახვეწილი მოკრივის. და მგონია, რომ ამ შეხვედრაში გაიმარჯვებს ირაკლი ჯეირანაშვილი, თუმცა ნამდვილად არ მეწყინება და გამიხარდება კიდეც თუ მოიგებს კაკრიაშვილი. ნუ მოკლედ ბიჭებო, ორივეს მოგება გამიხარდება, სულ ერთია ჩემთვის რომელი გაიმარჯვებთ. ორივე ძალიან მაგარი ბიჭი ხართ, წარმატებებს გისურვებთ. ქამარი რომელსაც არ უნდა გქონდეს ღირსეული იქნებით, გენაცვალეთ, ჯიგრები ხართ, შებერეთ ბიჭებო და ამ ბრძოლაში ჩემი პროგნოზით გაიმარჯვებს ჯეირანაშვილი და წაიღებს ქამარს, თუმცა ვიხილავთ ძალიან მაგარ დაპირისპირებას, 3 რაუნდს სავარაუდოდ, ნუ ეს ჩემი აზრია რა თქმა უნდა, ნუ გამკითხავთ. და მოკლედ ხო, დავასრულეთ. ასეთი იყო დღევანდელი პიტის პროგნოზები, მეგობრებო. ეს ჩემი ეკარიშკა. ხო, გამოიყენეთ პრომოკოდი PIT იმისათვის, რომ მიიღოთ ბილეთებზე და ტრანსლაციაზე 10%-იანი ფასდაკლება. მადლობელი ვარ, რომ იყურებთ. PIT-ის პროგნოზებს შეგახსენებთ, არ ყავს სპონსორი და შეგიძლიათ ეს ყველაფერი დაასპონსოროთ და თქვენ იხილავთ თქვენს რეკლამას, ან თქვენი კომპანიის რეკლამას. ხალხო, შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები, KISA-G-ის დონაციის ლინკი მიდევს ჩემს პროფილზე, ასევე იქნება აქვე აღწერაში და შეგიძლიათ დაეხმაროთ PIT-ს და PIT-ის პროგნოზებს უკეთესი ვიდეოებისთვის, განვითარებისთვის. მადლობა, ნახვამდის, შევხვდებით გამას სამურაიზე.